დღეს ნიშნულოვანი დღე იყო იმ თვალსაზრისით, რომ კონტრასტური სურათი აისახა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, როდესაც ერთის მხრივ პარლამენტის შენობაში შედგა გარკვეული ღონისძიება, დავარქვათ ასე, და ამის პარალელურად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, შეგვიძლია ვთქვა, თავისი გეგმაც, რის გაკეთებას აპირებს, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი. ამიტომ მოდით აი ეს თითქოს ორი მოვლენა, მაგრამ ერთი მოვლენის ორი კონტრასტური მხარე შევადაროთ ერთმანეთს, რა შედგა დღეს საქართველოში ამ თვალსაზრისით. დღეს საქართველოში ამ კონკრეტული ღონისძიების კონტექსტში კიდევ ერთხელ გაფორმდა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შეგვიყვანა გაყალბებული არჩევნებით, მოპარული არჩევნებით ოცნებამ. საბოლოო ჯამში ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, დღეს ყველაზე ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს ამ ხალხს, მათ ჩაერთოთ ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი და მიყვებიან ნაბიჯ-ნაბიჯ ძალიან გონივრულად და მშვიდად და აქ ყველაფერი ძალიან კარგად არის. იმაზე უკეთესად, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ჩვენ გვყავს ერთის მხრივ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, რომლის ლეგიტიმაციაზეც საერთოდ საუბარი ზედმეტია. მეორეს მხრივ გვყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დატოვა სასახლე, ორბელიანების სასახლე და გარკვეული თავისი გეგმების შესახებ საზოგადოებას ამცნო. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ქალბატონის სალომეს როლი იყო ბოლო წელიწად ნახევარი 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამოკვეთილად პოზიტიური, ეს ფაქტია და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური განვითარების კონტექსტშიც. ჩემს სუბიექტურ აზრს თუ მეკითხებით და გაინტერესებთ, მე ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას როგორც პოლიტიკოს და როგორც პრეზიდენტს და ალბათ ოცნების რეალობაშიც ალბათ შეიძლება ერთ-ერთი არა, მაგრამ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ვიყავი, რომელიც სრულად პატივს სცემდა მის ინსტიტუციონალურ, ასე ვთქვათ, პოზიციონირებას და ეს ამას ყოველთვის ხაზგასმით ვაკეთებდი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი არჩევა და ამ არჩევაშიც ჩვენ ძალიან აქტიურად მონაწილეობდით როგორც პრეზიდენტის და შემდგომ მისი როგორც ინსტიტუტის და პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, სათანადოდ აღსრულება მისი უფლებების. ბატონ გიორგი, რადგან ქალბატონ სალომეზე გამოხატეთ თქვენი პოზიცია და თქვით, რომ ჩემი პერსონალური სუბიექტური აზრით თუ გაინტერესებთ. თქვენ როგორც სუბიექტი ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხართ და დღეს სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში საყვედური კი არ გამოუცხადა პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ აშკარად მიანიშნა აუცილებლობა ახალი პოლიტიკური პარტიების ჯგუფების გამოჩენის, რომ ეს ახალი არჩევნები შეიძლება ძალიან მალე დაინიშნოსო. ამისთვის მან თქვა, რომ ერთი მისი გეგმის ნაწილია, რომ რა ტიპის უნდა იყოს ეს არჩევნები, როგორ ორგანიზდეს, ამაზე სერიოზულ სამუშაოს შეასრულებს, დოკუმენტს დადებს, მაგრამ მეორე მხრივ თქვა, რომ ამისთვის მზად უნდა აღმოჩნდეს, მათ შორის ის ხალხიც, და თქვა, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფები უნდა შემოვიდნენ, ახალი პოლიტიკური პარტიები უნდა გაჩნდნენ და ასე შემდეგ. ეს ზოგიერთმა გაიგო ისე, როგორც ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რომ ამ მხრივ გარკვეული უკმარობის განცდა აქვს თავად პრეზიდენტსაც. ან გაიგო ისე, რომ შეიძლება თავად სალომე ზურაბიშვილმა მან ახსენა ეს ფრაზა, რომ მე ხელს შევუწყობ ამასო, ეს ხელშეწყობა ფორმით როგორ შეიძლება გარდაისახოს, თავად ჩაუდგეს რომელიმე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ან პარტიას სათავეში თუ არა, ეს არ ვიცით. სხვათა შორის ის კონსტიტუციური შეზღუდვა, რომელიც მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ ყოფილიყო ამ შემთხვევაში უკვე მოხსნილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურად აგრძელებს საქმიანობას, მაგრამ აი თქვენ რა შტაბ-ეშტილება დაგრჩათ, მიიღეთ თუ არა ირიბი კრიტიკა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომ აი პარტიები თავიანთ როლს შეიძლება ისე ვერ ასრულებდნენ, როგორც ეხლა საჭიროა. გიორგი, მე კრიტიკისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ კრიტიკას მივიღებ ხალხისგან, იმ ხალხისგან, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას და უკვე 32 დღეა ზამთარში, ყინვაში გამოთქვამს და იცავს საქართველოს ინტერესებს. რა თქმა უნდა, ამ კრიტიკას მივიღებ. ეს ერთი, მეორე. ეხლა რაც უფრო მეტი ახალი პოლიტიკური ძალა იქნება, უკეთესია. დღეს ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, საბოლოოდ გაფორმდა საქართველო როგორც საპარლამენტო დემოკრატია.
და აქ პოლიტიკურ პარტიას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ამიტომ მე როდესაც ხვდები სამოქალაქო აქტივისტებს, ყველას მოუწოდებ რომ მეგობრებო, ვისაც აქვს სურვილი რომ იყოს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია მხოლოდ პარტიების საშუალებით და მან უნდა შექმნან ეს პარტიები, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი პარტია, უკეთესია. ახლა ახალი პარტიის შექმნა ძველების კრიტიკის ხარჯზე მე თუ მკითხავთ, აი იმ პარტიებზე, რომელზეც ქალბატონი სალომე საუბრობდა, მე იმდენს გავაკრიტიკებდი. და ისეთი სიმკაცრით, რომ ვერავინ ვერ მაჯობებდა ამაში. მაგრამ თქვენ მაგას აკეთებთ კიდეც, თქვენ ოცნებას აკრიტიკებთ. მესმის რომელ ბოსტანშიც გადაისრულეთ ერთად ახლა კენჭები ვარ თქვენს. მაგრამ ამაზე კაპიტალიზირებთ, კარგი გაგება. რა თქმა უნდა და ამიტომ ეხლა აი მაგალითად ბოლო პროცესი, როდესაც აი დაფინანსებასთან აი ეს უმიატყდა, ნუ სამარცხვინო და დამაზიანებელი. ამიტომ მე მორატორიუმმა გამოცხადებული. კარგია რომ დროულად გაჩერდა ეს. რა თქმა უნდა, მორატორიუმმა გამოცხადებული, ცოტა წვლილი მეც მივიძღვი ამაში რომ გაჩერდა. ამიტომ ახლა კრიტიკა ჯანსაღი როცა არის, მაშინ რა თქმა უნდა, სარგებლის მომტანი. ამიტომ მე ასეთ კრიტიკას ვიღებ ყოველთვის და დიდი სიამოვნებით. ოღონდ ეს კრიტიკა უნდა იყოს, არ უნდა ხდებოდეს ამ კრიტიკის ხარჯზე რაღაცის პარტიული პოლიტიკის მარგინალიზაცია ან ამ მიმართულებაში არ უნდა გადავა. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. ასეთი კონკრეტული კითხვა თქვენ ამ სტუდიაში ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როცა ეს პროცესები არ იყო ისე აქტიურად დაზრული, თქვით ასეთი რაღაცა, რომ როცა ჩვენ საუბრობდით პროგნოზზე, აი რა შეიძლება მოხდეს მომდევნო თვეების განმავლობაში, ასე დაასტრუქტურეთ პერსპექტივა. თქვით რომ პირველ ეტაპზე ეს იქნება პოლიტიკური კრიზისის გაფორმება, პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობა არ მონაწილეობას დაუკავშირეთ. მეორე ეტაპზე ეს იქნება საერთაშორისო იზოლაცია, ამ მიმართულებითაც არის მნიშვნელოვანი ძვრები და მესამე ეტაპზე თქვით რომ ყველაზე მეტად როცა გამწვავდება პროცესი, ეს იქნება ეკონომიკური კრიზისი. გითხარით, ცოტა სხვანაირად იყო, მაგრამ აგიხსნით. მოდით ახლა თქვენ თვითონაც ახსენეთ და გითხარით, აი როგორ მიდის ეს პროცესი და როდის უნდა ველოდოთ კვანძის გახსნას. ესე იგი, აქ თქვენს გადაცემაში ვისაუბრებ მაშინ პირველად ამ ფაზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, ვადებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მინდა გითხრათ და მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ აქციაზე ერთხელ მაინც იყო 32 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ამ აქციების საშუალებით ჩვენ მივახციეთ პირველ ფაზას გადაჭარბებულად შევასრულეთ 110%-ით შევასრულეთ და გაგეხსნით რატომ. დღეს საქართველოს პარლამენტის შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს, იმიტომ რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია იქ არ არის და ხალხი გამოთქვამს თავის პროტესტს თანმიმდევრულად და მასობრივად. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს და მათი საარჩევნო დასკვნები იყო უმკაცრესი და უმძიმესი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არავი ყველა უწოდებს ამ მთავრობას დე-ფაქტოს, ან ფაქტობრივ მთავრობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მე ვერ განსაზღვრავდი პირველ ფაზაში მოესწრებოდა თუ არა, პირველი ფაზა უნდა იყოს იანვრის ბოლომდე, ეს გახლავთ სანქციები. ეს გახლავთ სანქციები, რომლებიც არათუ დაგვეწია ისეთი ფორმით და ისეთი მასშტაბით, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ დღეს დე-ფაქტო საქართველოს ხელისუფლებაში არ დარჩა არც ერთი ლეგიტიმური ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლეგიტიმური მოლაპარაკებები აწარმოოს ქვეყნის სახელით. შესაბამისად, უბრალოდ ვიზასაც არ აძლევენ. ვიზას არც ჩასვლის საშუალებასაც კი არც დაელაპარაკებენ. ამაში აი რო დაფიქრდეთ, ამით გამოიხატება უგუნურობა მართველი ელიტის, რომელმაც მაგალითად პრეზიდენტად აირჩია ის, ვინც აირჩია. და ასე შემდეგ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგრამ პირველი ფაზა, რომლითაც ჩვენ მივახციეთ, შიდა ლეგიტიმაცია არ არის, გარე ლეგიტიმაცია არ არის, სანქციების პოლიტიკა სრულად არის ჩართული და ეხლა მთავარი დარჩა ერთი პირველი ფაზის, როდესაც ჩვენ ყველანი დავინახავთ, რომ 20 იანვრის შემდგომ ოცნებისთვის არაფერი არ შეიძლება და ამას რა თქმა უნდა ეს სანქციებიც ადასტურებენ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დასანქცირება წესით ახალ წლამდე არ უნდა მომხდარიყო. მე მაგალითად ველოდებოდი, რომ ახალი წლების შემდეგ 20 იანვრამდე ეს მაინც იქნებოდა, მაგრამ მათ დანარჩენების დასანქცირებაზე ისეთი პასუხი გასცეს, როდესაც დააწინაურეს, როდესაც დააჯილდოვეს, როდესაც თქვეს, რომ ბიუჯეტიდან აუნაზღავრებენ და რა თქმა უნდა ყველაფერი გასაგები იყო და დასანქცირდა ისეთი სისწრაფით, რომლითაც მეც არ წარმომედგენა, მე ამას ველოდებოდი სადღაც 10-15 იანვრისთვის. ეს არის პირველი ფაზა, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად გავიარეთ. მეორე ფაზა, რომელიც გამოწვეულია თავიდან ბოლომდე, ოსმით ეს არის რა თქმა უნდა ეკონომიკური კრიზისი, იმიტომ რომ ამას ყველაფერს მოყვება ეკონომიკური იზოლაცია და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თუ ეკონომიკური კრიზისის ფაზაში ზუსტად ისე სოლიდარულად საქართველოს თითეული მოქალაქე არ დაუდექით გვერდით.
იმ მოქალაქეებს, რომელსაც ეს ყველაზე უფრო ჭირდებათ. ჩვენს მუშებს, ჩვენს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩვენს საჯარო მოხელეებს, რომელსაც უბრალოდ ყრიან ახლა სამსახურიდან, უბრალოდ აგდებენ სამსახურიდან, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, გამოვხატოთ იგივე სოლიდარობა ამ ადამიანების მიმართ, რასაც ვაკეთებთ დღევანდელი დაპატიმრებულების მიმართ, უკანონო დაპატიმრებულების მიმართ. რატო? აი შეხედეთ. დღევანდელი რეჟიმი იმისთვის, რომ მას ლოიალობის კონტრაქტებია გაფორმებული ეგრეთ წოდებული სპონსორი ბიზნესმენებისთვის, რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენებისთვის, მათ აქვს სრული თავისუფლება მიცემული იმისთვის, რომ მასობრივად გაანთავისუფლონ ადამიანები, მასობრივად გააგდონ საჯარო სექტორიდან. ეს ის ხალხია, რომელიც ყველაზე უფრო სოციალურად მოწყდადია და რომელსაც როდესაც ჩვენ მეორე ფაზაში გადავალთ, ყველაზე მეტი მხარდაჭერა დაჭირდება. ეს მხარდაჭერა ჩვენ ყველას დაგჭირდება. ეს სოლიდარობა უნდა გქონდეს. მესამე ფაზა იქნება ყველაზე რთული, რომელიც იქნება მარტის შემდგომ, მაგრამ მე იმედი მაქვს. იმედი მაქვს იმ შედეგებით, რა შედეგებითაც ჩვენ მივდივართ, რომ მარტის შემდგომ პერიოდამდე აღარ მივა და მანამდე ჩვენ პოლიტიკურ გამოსავალს ვიპოვლით და მოუწევს ოცნებას დათმობებზე წასვლა, ეს არის რა თქმა უნდა უსაფრთხოების რისკები. უსაფრთხოების გამოწვევები, იმიტომ რომ პოლიტიკური და შემდგომ უკვე ეკონომიკური იზოლაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ქვეყანას დაუდგება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ვერ გადავლახავთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე. ეს ფაზების თეორია, რომელზეც ჩვენ ახლა მე დავიწყე საუბარი, ნოემბერი იყო, მე მგონი ნოემბრის დასაწყისი იყო, პირველ ფაზას ჩვენ ძალიან კარგად გაუმკლავდით. ძალიან კარგად დაუმკლავდით და ეს არის პირველ რიგში იმ ახალგაზრდების და ძველგაზრდების დამსახურება, რომელიც 32 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს გამოდიან რუსთაველზე და მთელ მსოფლიოს დაანახეს. რომ მიუხედავად დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის, ქართველი ხალხის ნება არის დემოკრატია, თავისუფლება, სამართლიანობა და ევროპული მომავალი. მხოლოდ ამის შემდგომ მოვიპოვეთ ჩვენ ის მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა არაღიარების პოლიტიკაში, სანქციების პოლიტიკაში და იმ მხარდაჭერაში, რომელსაც დღეს მთელი დასავლური სამყარო საქართველოს მოქალაქეებს უცხადებს და არა ხელისუფლებას. მათთვის მერწმუნეთ. აქ რა არის, რატო ვამბობ მე, რომ მთავარი აქტორი დღეს ქართული პოლიტიკის გახდა ხალხი და მე ბედნიერი ვარ ამით. იმიტომ რომ ხალხ ოცნებამ ყველაზე ცუდი, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოახერხა. ჩვენ ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტი აგვიმოქმედა. იმიტომ რომ ისეთი ფუნდამენტური არქეტიპული ფასეულობები დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ წარმოდგენა არ აქვს ქართული ეროვნული სამყაროს სურათი როგორია. მათ უბრალოდ მტერს დაუძახეს მოყვარე. მტერს მოუხადეს ბოდიში. ადამიანზე ძალადობა და ცემა გაასაღეს როგორც ღირსება და დაიწყეს წახალისება კი არა დაჯილდოვება. შემდგომ საბოლოო ჯამში, ხა არ მინდა ბევრი გავაკეთო, საბოლოო ჯამში სანქცია, რომელიც გამოცხადდა რუსეთთან ურთიერთობის გამოაცხადეს ჯილდოდ. ნუ ხო ხდებით ქართულმა კოლექტიურმა გონმა საქართველოს მოქალაქეებს უკარნახა, რომ რაღაც არაბუნებრივი ხდება, დამაზიანებელი ხდება და ხალხმა დაიწყო ბუნებრივად ორგანიზება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში ამოქმედებულია ეროვნული ინსტინქტი თვითგადარჩენის, რომელიც ჩვენ საუკუნეებია მოგზევს, იმიტომ რომ ოცნების ქმედებები იმდენად ამოვარდნილია ლოგიკიდან და იმდენად დამაზიანებელი გახდა ქვეყნისთვის. ჩვენი თვითგადარჩენის ინსტინქტიც ამოქმედა, ამიტომ დგას ეს ხალხი, რომელსაც და ეს ოცნება ახლა იმდენად უგუნურები არიან, რომ ორგანიზატორებს ეძებენ, ფულს ეძებენ ამის უკან, ვინ აორგანიზებს, იქ ვიღაცებს დამნაშავეებს ცდილობენ და ვერ ხვდებიან, რომ შეეხნენ იმდენად ფუნდამენტურ, აი მარტივ რაღაცას გეტყვით და დავასრულებ ამით. ისეთ სიმებს შეეხნენ, რომ ამაზე პასუხი ეს რაც ხდება. ეს რაც ხდება ეს ერთი და იმდენად სიღრმისეულ ფასეულობებს შეეხნენ, იმდენად ფუნდამენტურ ფასეულობებს შეეხნენ, რომ მათი პროპაგანდაც ვეღარაფერს ვეღარ შვება. აღარ მუშაობს პროპაგანდა, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ეროვნული თვითგანარჩენის ინსტინქტი აქვს ჩართული და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გაცვთა უკვე. ხო, აი, რასაც ახლა საუბრობენ, არის მინება. პროპაგანდა ვეღარ მუშაობს, იმიტომ რომ შენ ახლა როდესაც ისტორიულად შენი სამყაროს სურათში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ისტორიულად სიკეთე რა არის და ბოროტება რა არის, ღირსება რა არის და უღირსო, მტერი ვინ არის და მოყვარე ვინ არის, მტერს რა უნდა უთხრა და მოყვარეს როგორ უნდა მოექცე. ხა შენ რო მეგობარს მტერს ეძახი და მტერს ბოდიშს უხდი, რა თქმა უნდა, იქ უკვე დისფუნქცია მოხდა და ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს თან გაითვალისწინეთ, რომ ამას დაემატა კიდე ტყუილები. აი როგორც ესპანეთზე და იტალიაზე, მადლობა, აი ეს ტყუილები და ჩაირთო ის, რასაც ივანიშვილი კი არა.
ვერავინ ვეღარ გააჩერებს. ვერც იმედი, 10 იმედი რო ყავდეთ. 10 იმედი რო ყავდეთ და 10 ივანიშვილი რო ყავდეთ. ეს ვეღარ გაჩერდება. ბატონ გიორგი, ჯერჯერობით ერთი ივანიშვილია და ესეც ყოფნიდა აქამდე დაკოჭლებული. თვითგადარჩენის ინსტინქტი ახსენეთ. ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი, როგორც ფრაზა და ასე ვთქვათ, მოცემულობა ყველას ჩაბეჭდილი გვაქვს ბატონ ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი ინტერვიუდან, სადაც მან თქვა, რომ მან აღმოაჩინა ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი. ის საუბარდა გამოგიგზავნით ამ გადაცემას, თუ არ ვთქვი, ეკაბ რიზესთან ჩაწერილი გადაცემა, მაშინდელ მაესტროში ალბათ. და საუბრობს იმაზე, რომ ის წიგნზეც მუშაობს, რომელიც აი ამ თვითგადარჩენის ინსტინქტის აღმოჩენას უკავშირდება. არ მელაპარაკოთ. არა, ის ზუსტად სისულელეზე არა, ჭკვიანობაზე მინდა გელაპარაკოთ. თქვენი აზრი მინდა რომ კითხოთ, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილმა ვერ განსაზღვრა და შეეხო ისეთ რამეს, რაც ქართველი ერის თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოსაღვიძებელი წინაპირობა გახდა. თავად ბიძინა ივანიშვილის თვითგადარჩენის ინსტინქტი რამ ვეღარ გამოაღვიძა. გამოგვიძებულია. როდესაც თითქმის ყველაფერი მოხდა, რის გამოც ადამიანი ადეკვატური უნდა გამხდარიყო. თქვენ რას ფიქრობთ? გამოღვიძებულია. მე რწმუნეთ, რომ გამოღვიძებულია. ახლა რა თქმა უნდა, მე თავს ვერ დავდებ და ხოლმე ვამბობ, რომ ანალიზს და ლოგიკურ ანალიზს არ ექვემდებარება ბევრი რამ რაც ხდება ახლა. მაგრამ ფაქტია, რომ უახლოეს პერიოდში და მე ვფიქრობ ალბათ თებერვლისთვის, აი 20 საკრალური 20 იანვრის შემდგომ ბევრი რამ შეიცვლება. ბევრი რამ შეიცვლება, უნდა გვესმოდეს კიდევ ერთი რამ, გიორგი. აი ჩვენ სამეზობლოს რო შეხედოთ, ხო? შეიძლება ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური პროცესი არ ესმის და პოლიტიკა არ ესმის, მისთვის მაგალითად აზერბაიჯანის ისტორია და აზერბაიჯანის შემთხვევა ძალიან მომხიბვლელი მართლობითი მოდელი. რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანის დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეროვნული ინტერესებისთვის არასოდეს არ უხავდა. ის თავიდან ბოლომდე მათი ის მართლობის ფორმა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქეები იღებს პირველ რიგში, იღებს იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესები ყოველთვის არის პრიორიტეტი ნომერი 1. სხვა მეზობლებით შემიძლია ჩამოთვალო, ბევრით, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში თავარი ამაშია. ეს ხალხი ამას ვერ ხვდება. ეროვნული ინტერესების მსახურების მაგივრად, შენ როდესაც ფულს და ერთი კაცის ინტერესებს ემსახურები და ეს იმდენად ხილვადია. ეს უკვე ნათელია, ხო? თან თვითონაც ამბობს, თვითონაც არტიკულირებს ამას ყველაფერს, ხო? აი ბოლო ინტერვიუები ნახოთ. რა თქმა უნდა, ადამიანები მაშინ მიხვდნენ, რომ მაშინ ჩვენს გადარჩენაზე ვინ ფიქრობს? და მათ დაიწყეს თავიანთ გადარჩენაზე თვითონ ზრუნვა. ეს კოლექტიური გონიერება, რომელიც გამოიხატება დღეს რუსთაველზე. ამიტომ არის ეს ყველაფერი ასეთი მშვიდობიანი. იმიტომ რომ ეს კოლექტიური გონიერება თვითგადარჩენის ინსტინქტით მოძრაობს და ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ამ მძიმე და ძალიან სახიფათო პერიოდში ნებისმიერი რადიკალობა შეიძლება ძვირად დაგვიჭდეს. ამიტომ არის ეს თვითგადარჩენის ინსტინქტით მოძრავი ხალხის გონიერება ასეთი მშვიდობიანი. რადიკალობას ამ პროტესტს ვინძენს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება. რა თქმა უნდა ხელისუფლება, იმიტომ რომ რადიკალიზმი არის ერთადერთი მათი ეხლა წყარო, სადაც შეიძლება ეს კონსოლიდირება თავიანთი რესურსების მოახდინონ. ამიტომ თქვენ როდესაც საუბრობთ ერთი კონკრეტული ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი, სად არის მერწმუნეთ, როგორი ამუშავებულია, იცით? როგორი ამუშავებულია და მუშაობს, ახლა მე არ მინდა კონკრეტული, უბრალოდ ვიცი ზუსტად რამდენ ადამიანს მიმართა დახმარების მიზნით და ზოგ ბევრმა ზარსაც ვერ უპასუხა. იმიტომ რომ ეშინიათ. შენ როდესაც საერთაშორისო დონეზე შენი არალოგიკური, არაგონიერი ქმედებებით ხელჩამოურთმეველი ხდები, რა თქმა უნდა, ყოფილ პარტნიორებსაც უკვე პრობლემა აქვს. მათ შორის ეს სანქციების იმდენად მისთვის ფინანსურად დამაზიანებელია, რამდენად რეპუტაციურად. რა თქმა უნდა, რეპუტაცია სანქციებიც ისეა შერჩეული, რომ აქ შიგნით სისტემა, რომელიც მთლიანად ივანიშვილის ფინანსურ პირამიდაზე არის აგებული და ქვეყნის ფინანსური სისტემას დიცილად არის დამოკიდებული, რომ არ ჩამოინგრეს. ანუ ერთი რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანგარიშს უწევს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს იმაზე მეტად, ვიდრე შენი მთავრობა უნდა უწევდეს და ამიტომ ფრთხილად გავს ამ ნაბიჯებს, რომ ხალხი არ დააზიანოს. ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი სოციალური მდგომარეობა, მაგრამ მეორეს მხრივ დაუტოვეს ის რაღაც გარკვეული შესაძლებლობა ჯერ კიდევ. და მოდით აი ჩვენი საუბრის დასასრულს, როგორი იქნება თქვენი პროგნოზი, რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი მომდენო 2-3 თვის განმავლობაში და რას უნდა ველოდოთ ჩვენ 2025 წელს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ესე იგი,
ჩვენ პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავივიწყოთ იმაზე ამდენი ფიქრი, რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნება დღეს რეაქტიულ პოზიციაში. ისინი დღეს წესრიგს ვერ ქმნიან, რეაგირებენ იმაზე, როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც იქნება ქვეყნის შიგნით, რუსთაველზე და ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ჩვენ ამას ეს არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამოდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ. პირველი, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები და დაპატიმრებულების განთავისუფლება. მეორე, ჩვენ უნდა გქონდეს უკვე ნაფიქრი, რას ვაკეთებთ იმ ადამიანების დასაცავად, რომელსაც კრიზისის მეორე ფაზა დაარტყავს და ეს იქნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგების მატარებელი, იმიტომ რომ თავისი ელიტის, სპონსორების, ბიზნეს პარტნიორების ზიანი და ზარალი რომ აიცდინოს, იმიტომ რომ ისინი პარტნიორები არიან, რა თქმა უნდა, მთელი სიმძიმე მეორე ფაზის ეკონომიკური კრიზისის გადავა რიგით მოქალაქეებზე. მუშებზე აი როგორც მაგალითად ფერომ გააჩერა მუშები, ტყიბულმა გამოყარა ეხლა ყრის ხალხს. GM-ი, მარგანუმი არ მუშაობს, აგერ აგარის შაქარის იგი საჯარო მოხელებს სამსახურიდან ანთავისუფლებენ. საშუალო და მცირე ბიზნეს ყველაზე დიდი წნეხი დააწვება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოხდება ასე, იმიტომ რომ შენ როდესაც ელიტის კონსოლიდირება გინდა, მათ შორის ბიზნეს ელიტის, რომელიც შენი სპონსორია, კორუფციული სპონსორია, რა თქმა უნდა, შენ აძლევ მათ იმის უფლებას, რომ ეკონომიკური და ფინანსური დარტყმა გადავიდეს რიგით მოქალაქეებზე და არა მათზე, იმიტომ რომ ისინი წინააღმდეგ შემთხვევაში აგიბუნტებიან. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დიდი კონსოლიდირება, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად უნდა დავიცვათ და მათ უნდა მივეხმაროთ. ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ ჩვენ ვერ მივახცეთ, სანამ მივახცებთ უბრალოდ იმისთვის, რომ დღევანდელი de facto ხელისუფლება პოლიტიკურ დათმობაზე წავიდეს და გამოაცხადოს არჩევნების ახალი თარიღი. ეხლა ის რაც დღეს საერთაშორისო ველზე ხდება, როდესაც ევროკავშირი რეალურად განიხილავს ისეთი პროცესების შეშერებას, რასაც პირდაპირ ფინანსური ზემოქმედება ექნება საქართველოს. მე არ ვამბობ იმაზე, რას მივიღებდით მოლდოვას მაგალითზე რომ გადმოვთვალოთ, ეს იქნება დაახლოებით 4 მილიარდი, მაგრამ 4 მილიარდი ევრო საქართველოსთვის 2 წლის განმავლობაში 2 წელიწად 27 წლების განმავლობაში. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ ეს. ეხლა ამას რომ მივამატოთ ის დახმარებები, რომლებიც შეჩერდა. ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს ხო, ეხლა ამას დაამატეთ, რომ ამ ბარდაგით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და პოლიტიკური კრიზისით, რამხელა კაპიტალი გადის ქვეყნიდან. საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდი რისკი აქვს საკასო გარღვევის, რომელსაც პირდაპირ ფული დაჭირდება დასაფინანსებლად. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ დავეჯახებით დაახლოებით მარტიდან და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ამასთან ერთად, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნებისთვის, რომელიც ჩვენი მიზანია და რომელიც აუცილებლად დადგება, ასევე ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ და ახალ არჩევნებს იგივე საარჩევნო გარემოში არანაირი აზრი არ აქვს. პირიქით ამან შეიძლება დამატებითი უპირატესობა და ახალი ენერგია და სიცოცხლე შეძინოს დღევანდელ ოცნებას ამ რეჟიმს იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოახერხონ ნაკლები, მაგრამ მაინც სიცოცხლის უნარიანობა შეინარჩუნონ. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მთავარი გეგმის ნაწილი. პირველი ფაზა, რომელიც პირველია, უნდა დავასრულოთ და არ უნდა იყოს არც შიდა, არც გარე ლეგიტიმაცია, სანქციები უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში ის ხალხი, ვინც ოცნებას მიცა ხმა, უნდა დარწმუნდნენ, რომ 20 იანვარი არაფერი არ მოხდება, პირიქით იქნება, იმიტომ რომ რესპუბლიკური დამოკიდებულება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ ყოველთვის უფრო მკაცრი, ეფექტური და სწრაფი იყო. ყოველთვის ასე იყო. ამას ესენი ძალიან კარგად ხვდებიან და უკვე იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება ტრამპი ვერ მოერიოს გლობალური ომის პარტიას. ეს არის პირველი ფაზა, რომელიც იანვრის ბოლოს დამთავრდება, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე უნდა მუშაობდეთ და ჩვენ ვაკეთებთ ამას, რომ მეორე ფაზის პირობებში, როდესაც ეკონომიკური გამოწვევები იქნება, ჩვენ ამ ხალხს უკვე ველაპარაკებთ. ჩვენ ხვდებით ძალიან ბევრ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ტყიბულიდან უკანონოდ განთავისუფლებულ ხალხს. ფეროდან დროებით, ვითომ დროებით გაშვებულ ხალხზე, მაგრამ უზარმაზარი სახელმწიფო დანაკლისებით. და მესამე, რაც აუცილებლად უნდა მივსვათ, ეს რა თქმა უნდა პროპაგანდა. ეს რა თქმა უნდა პროპაგანდა, იმიტომ რომ არანაირი ახალი საარჩევნო გარემო, თუ თავისუფალი მედია არ იქნა ქვეყანაში და თუ ფულის როლი პოლიტიკაში და პარტიების დაფინანსებაში არ შეიცვალა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება ძალიან რთული და ჩვენ დღეს განსაკუთრებით იმის ხარჯზე, რომ ამხელა გონიერებამ გაიღვიძა
საქართველოს მოქალაქეებში, შეგვიძლია რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ხარისხობრივად ახალ ეტაპზე და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. უბრალოდ ამისთვის გჭირდება გონიერება, სისხლიანი მიდგომა და არ უნდა ბიჩქაროთ. და უნდა გვესმოდეს რომ იქ სადაც ვიმარჯვებთ და დღეს ვიმარჯვებთ რიგით მოქალაქეებს, მადლობა უნდა ვითხრათ და ჩვენ თავზე არ უნდა დავიბრალოთ. და ის კი არ უნდა ვთქვათ რომ აი ეს ტალღა როგორმე დავაკონვერტიროთ რაღაც პოლიტიკურ პლუსებში, არ ვიცი, აქტებში, ან რაღაც წარმატებებში, იქ რაღაც პარტია, ეს სუდია, ის არავინ არა ვართ ანგელოზები. ჩვენს ყველას ჩვენი შეცდომები გვაქვს და იმის მაგივრად რომ ეხლა ერთმანეთს რაღაც მიუთითოთ ჯობია რომ ჩამოვყალიბდეთ აი ხალხის დავალება რა არის ამ ხალხის დავალება ძალიან მარტივია მათ უნდათ თავისუფალ სამართლიან დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება და საერთოდ არ აინტერესებთ რამდენი და რომელი პარტია იქნება პარლამენტში ხო ხედავთ არალეგიტიმური პარლამენტი რო შეიკრიბა არ ვიცი, ძალიან მიზერული იყო ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვა, მაგრამ როგორც კი ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი პირდაპირ ეთერში მოკლეს, ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, იმიტომ რომ მათ ფუნდამენტურ ფასეულობას შეეხნენ და ისინი ჩათვალეს, რომ ეხლა თუ არ ჩართავდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტს, მაშინ ეროვნული ფასეულობები, აი ესეთი ფასეულობები, რომლებიც არც ჩემი, არც თქვენი და არც ჩვენი თაობის არის, უბრალოდ ნადგურდებოდა და ეს ყველაფერი ივანიშვილის უგუნურობის, აი რაღაც პროვინციული პრიმიტივიზმის შედეგია და მერწმუნეთ, რომ ეს პროვინციული პრიმიტივიზმი ერთშენიერ დღეს ეტყვის, როდის უნდა გადადგას ნაბიჯი. ეს შენიერი დღე დადგება ახალი წლის შემდეგ, თქვენს გილოცავთ წინასწარ და მადლობა და მინდა მიულოცო მაყურებელს საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს წარმატებებს უსურვებ, ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა, გემშვიდობებით.